2 or 3 microphones. The sound does not fade. Our blendcast begins. It begins. მოგესალმებით. ეს ბლენდკასტია. სივრცე, სადაც იდეები, გამოცდილება და სხვადასხვა თემები ერთ დიდ საუბარში იბლენდება. ჩვენ აქ არ ვსაუბრობთ მხოლოდ ვისკიზე, ვსაუბრობთ ადამიანებზე, ინდუსტრიებზე, ისტორიებზე და იმაზე, რაც ამ ყველაფერს ერთმანეთთან აკავშირებს. მაგრამ ერთი რამ უსურველია ყველასთვის. საუბარი ბოლოს ვისკით სრულდება. მოგესალმებით. დღეს გვყავს ძალიან საინტერესო სტუმარი. დღეს ჩვენი სტუმარია შოთა ბურჯანაძე, საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი. ადამიანი, რომელიც ჩართულია სარესტორნე ბიზნესის განვითარებაში და ამ ბოლო დროს ძალიან ჩაერთო ვისკის ინდუსტრიაში. გამარჯობა შოთა. მოგესალმებით, ჩემო კარგებო, მიხარია რომ თქვენთან ერთად ვარ, მივესალმებით ჩვენს მსმენელს და იმედია რომ იმას რაზედაც ჩვენ ვისაუბრებთ, არა მარტო ჩვენთვის იქნება საინტერესო, არამედ მსმენელისთვისაც საინტერესო იქნება და რაღაც მცირე ტონუსს მივცემთ ჩვენს საზოგადოებას, რომ დაინტერესდეს იმით, რასაც ვისკი ქვია. და არა მარტო ვისკი. და არა მარტო ვისკი. მაინტერესებს პირველი ყლუპი. პირველი ყლუპი, როცა გასინჯე. ვისკი რა იყო? რა ვისკი იყო თუ გახსოვს? როდის იყო და რა გახსოვს? პირველი. ჩემო კარგო, მე ძალიან დიდი ხნის ვარას რომ გავიხსენო პირველი ვისკი, როდის დავიწყე. მაგრამ ეს შეიძლება 25 წლის ასაკში კითხვა ადამიანს, რომ როდის იყავი რომ პირველი ვისკი. მაგრამ რა გახსოვს მაშინ? აი, როდიდან გახსოვს, როდის მოგეწონა? ჩვენ იმ ასაკის ადამიანები ვართ, სადაც ვისკი არის ფუფუნება. და მე მახსოვს, როდესაც ჩემი მეგობრის სახლში მამამისი იყო კოლექციონერი და მისი შვილი ყოველთვის მეგობრებთან ერთად ის რაც ორი ვისკი იყო, თქვათ, კოლექციაში ერთს სვამდა ჩუმჩუმად და ასე ვთქვათ, ეს იყო რომელ პერიოდს გიხსენებ ახლა იცი აი შამპანოს თუ ვიშნიოვსკას ურევდნენ და დუიახე რო იყო აი ის პერიოდს გეუბნები რომ მაშინ ახლა ვისკის რო დალევდი პირველი კაცი იყავ ქუთაისში რომ ვისკი ქონდა გასინჯული მე სახელს რა მნიშვნელობა ქონდა ვისკი იყო სახელი თვითონ იმას შემდეგ მიმართულება მაშინ ყველა იყო ვისკი ყველა ვისკი იყო ხო რა თქმა უნდა რედი ძალიან ბევრ ოჯახში შემხედრია 70-იანი 80-იანი წლების მოვიტყვები ახლა ჩვენი მსვენელისთვის მოგატყვევთ რომ რომელიმე ვისკის მაშინდელი სახელი რო ვთქვა ახლა და რომელი ვისკი ყარ ვისკი იყო ეს ჩვეულებრივად და მრავალფეროვნება იყოს რომ ესე დავლია და შემდეგ ამას იმ სიტუაციით ახსნიდი რომ ამ წარმოუდგენელ რეალობას აღიქვამდი რომ აი მაშინ მაგალითად 90-იანი წლებში რომ პირობითად კაბრიოლეტით გაგესეირნებია თბილისის თუ საქართველოს ნებისმიერი ქალაქის ქუჩებში და ვისკი ქონოდა მანქანა ასე შემდეგ ეს იყო ჰოლივუდში ცხოვრობდი მაშინ როდესაც მის სახლში მივდიოდი და სვამდით ვისკს ძალიან კარგი როდის დაიწყო პირველად შენი რესტორატორობის როგორც შენი პროფესიის სფერო აი რომელ პერიოდში ეს დაგეგმილი იყო შემთხვევით მოხდა ხო ეს ძალიან მაგარი ისტორია ალბათ როდესაც თუ სურვილი იქნება და ჩემში რაღაც მემუარები დავწერო და რაღაც საზოგადოებას გავაცნო ის რა გამოცდილება მქონდა ალბათ ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი და მნიშვნელოვანი სიტუაცია პოინტი არის იმიტომ რომ საერთოდ სარესტორნო მიმართულებით რასაც ქვი ახლა ადამიანი რო გამიცნობს სარესტორნო სფეროზე საუბრობ ყოველთვის მეკითხება რომ თქვენი რომელ კერძს აკეთებთ გემრიელად და გონი ვარ რომ რადგანაც რესტორატორი ვარ ასევე უნდა ვიყო ზარეულის და ხო თქვენ მხოლოდ აგემოვნებთ მე მხოლოდ ვაგემოვნებ დიახ და სასაცილოა ჩემთვის ეს ცუდი კითხვა კი არა, სასაცილო ჩემთვის რომ მაიგივებენ თქვათ ზარეულს იმიტომ რომ ნამდვილად ვერც ერთ კერძს ვერ გავაკეთებ და ამაზე ძალიან ბევრი ისტორიები მოგვთ გვაქვს რომ ამას რაღაცებსაც მოვყვები ხო და ეს მნიშვნელოვანი იყო ის რომ სარესტორნო სფეროში გარდა იმისა რომ მომხმარებელი ვიყავი საერთოდ ამ კუთხით სხვა დანიშნულება მე არ მქონდა და ასე ვთქვათ
დღეს თუ წონაში მომატებული მქვია, არა ვარ ბოღმიდან გასიებული, ვარ ჭაბასმიდან გასუხებული და ეს მომენტი იყო, ასე ვთქვათ, როგორც მომხმარებლის თემა. და ჩემი მეგობარი ერთ-ერთი შემიჩნდა რომ მოდი რესტორანი გავხსნათ რა. ვთქვი რა რესტორანი, რა შუაში ვარ რესტორანთან მივდივარ, რა უნდა შევუკვე თუ ეს ვიცი და მე როგორ უნდა მივირთვა და ასე შემდეგ ასე შემდეგ. აი იცი რა შენი ვთქვათ რაღაც ფული ჩადები მენეჯმენტი რაღაც დონეზე და ჩემი ნოუ-ჰაუები ვიცი მე რესტორანი როგორ უნდა იმუშაოს და ასე გავყვეთო რა კარგ თემაში წამოდი ეს არის დაახლოებით 14-15 წლის წინ. არა ეს ჩემი საქმე, შემეშვი. არ შემეშვა. დაახლოებით 6 თვე დავიწყე აი ამ სფეროს შესწავლა. ასე ვთქვათ, ის რაც შეიძლება მაშინ ბექში ან უკანა მხარეს დანახული როგორც მომხმარებელს არ მქონდა და აი ამ კუთხით შევხედე რა როგორ რა მიმართულებები არის, რა აკლია ქვეყანას, რა იქნებოდა საინტერესო და ასე შემდეგ და აღმოაჩინე რომ რეალურად ქვეყანაში არ არსებობდა სტეიკის კულტურა და საერთოდ სტეიკის თემა არ არსებობდა. და მოხდა ისე რომ შუაგულ თბილისში, შუაგულ ვაკეში აღმოჩნდა ტერიტორია, სადაც შეიძლებოდა ასე ვთქვათ რესტორნის გახსნა, მცირედი ინვესტიციით. და გადავწყვიტე რომ ხო კარგი გავაკეთოთ თქო და მოვიფიქრე მოდი სტეიქ-ჰაუსი გავაკეთოთ. მე ფიქრის შემდეგ სტეიქ-ჰაუსი ნომერი 1 დავარქვათ და ანუ ეს არის ის სტეიქ-ჰაუსი ნომერ 1, რომელიც 2013 წლის 10 ოქტომბერს გაიხსნა თბილისში აბაშიძის 10 ნომერში და ეხლა აბაშიძის 35-ში ვართ. და გავხსენთ ეს სტეიქ-ჰაუსი და იცით რა რაღაც საინტერესო სიტუაცია შეიქმნა. ამ გადასახედიდან უყურებ ეხლა რომ იმ დროს, როდესაც სხვა რესტორანს თუ გამეხსნა ქართული, მაგრამ ამ სფეროში ახლა აღარ ვიქნებოდი. იმდენად საინტერესო იყო, იმიტომ რომ სწავლა დავიწყე ჩემს მომხმარებელთან ერთად. ანუ მეც ვისწავლე, ასე ვთქვათ, სარესტორნო სფერო, მომხმარებელს ისწავლა სტეიკი, იმ პერიოდისთვის სტეიქს მიირთმევდა ყველა ბჭყალებში კარგად შემწვარი, ანუ ველდანი და 90% დაახლოებით მომხმარებს და ეხლა მიირთმევს პირიქით მედიუმი და უფრო ნაკლებად შემწვარი და ასე ვთქვათ, ახლა ამ წუთში სიამაყით შეიძლება ვთქვა, რომ სტეიკის სიყვარულში რაღაც წვრილი შეტანილი მაქვს ჩვენ ქვეყანაში, როგორც თქვენ ვისკის სიკოს სახეზე შეატყობდით ღიმილს და ეხლა გაეცინა იმ ფაქტზე, რომ ბოლოს სტუმრობისას ზუსტად სტეიქ-ჰაუს ნომერ 1-ში მე მივირთმევდი სტეიქს და თიკომ ვიდეოც კი ჩაწერა, გადაუღო იმ ხორცს ვიდეოს, რასაც მივირთმევდი, რომ თითქმის ცოცხალი იყო. ძალიან კარგია. და ეს რომ ძალიან კარგი. და ამ სფეროში რომ შევედი, ასე ვთქვათ და მომეწონა, ასე ვთქვათ და ერთ თვეში ეს ჩემი პარტნიორი გაქრა. ქვეყნიდან წავიდა. ბიზნესიდან როგორც ხდება ხოლმე წავიდა. და როგორ რაღაც იცი, აი იმდენად საინტერესო და ასე ვთქვათ, სასიამოვნო სიტუაციაში შევედი და ეს არის დამსახურება კიდე ერთხელ ყველა იმ მომხმარებელს, რომელიც მაშინ გავიცანი, ყველა იმ ჩემ მეგობარს, რომელიც ასე ვთქვათ, ამ სფეროში გულშემატკივრობდა და მათ გვერდით დგომით მოხდა განვითარება რესტორანს, იმიტომ რომ ესე არ არის უცებ რესტორანი გახსნა და უცებ სტუმარი მოდის. მე მქონდა ძალიან დიდი კომპლექსი, რომ ახლობელი და მეგობარი შემოვიდოდა და ფული არ უნდა გადაეხადა. შემდეგ არ მოდიოდა, იმიტომ რომ ფულს ვარ ვახტებიებდი და ეს ძალიან დიდი ბარიერები ახლა სხვა არ დარჩა. უცებ მომაფიქრდა, რომ როგორ გადავლახო ეს ბარიერი, იმიტომ რომ ეს ფსიქოლოგიურად ცოტა რთული თემა არის, იმიტომ რომ ოდესაც სულ მოხმარებელი ხარ, სულ ფულს იხდი, ან პატიჟებენ, ან პატიჟებ და შენი რო გაქვს და ამ შემთხვევაში მოდის ადამიანი, ცოტა რთული თემა არის და მე მოვიფიქრე ფასდაკლების ბარათი. და შესაბამისად, ჩემი მეგობრებისთვისაც, ჩემთვისაც, ახლობლებისთვის მარტივი გახდა, რომ ისიც მოდიოდა კმაყოფილიყო, რომ ჩემთან ფასდაკლება ქონდა, მეც კმაყოფილიყო, რომ ისინი ფულს ხავდნენ. აი, ზუსტად ეს არის, რომ დღეს სტეიქ-ჰაუსი რომ არსებობს, ყოველ შემთხვევაში ჩემი მხრიდან ეს არის ჩემი სანაცნობოს მეგობროს დამსახურება და იმ ერთგული მომხმარებლის სტუმრის დამსახურება, რომელიც ეხლაც ერთგული სტუმარია, ასე 13 წლის განმავლობაში ისინი მუდმივად სტუმრობენ და თქვენ იცით სტეიქ-ჰაუსში ყველა VIP სტუმარს აქვს თავისი დანაჩანგალი, სახელით და გვარით, სახელობითი, თავისი თეფში და ეს ზუსტად ამათთან ერთად შეგდა ისინის დაფასებულები გახდნენ, როდესაც მოვიფიქრე ეს სოფლიო მასშტაბით ჩემი ნოუ-ჰაუა და მას ეს ხმამაღლა შემიძლია ვთქვა დანაჩანგალი დაწერილი სახელი და გვარით, შემდეგ ესენი უნდა გამომეყო
ვინ იქნებოდა VIP, ასე თქვათ, მე თებში გავუკეთეთ, მე გავუკეთეთ ნეპკინები და ადამიანი რომ მოდის თავისი აღჭურვილობა აქვს თავიდან ბოლომდე ოჯახებს და საინტერესო და სასიამოვნო ის არის რომ თაობები გაიზარდა ახლა 13 წლის განმავლობაში მამაშვილი რო დადიოდა ბაბუა დადიოდა შვილიშვილი ახლა წარმოგიდგენთ 13 წლის რო დაიწყო 10 წლის უკვე 23 წლისა ჩამოყალიბებული ადამიანი არის და ის უკვე სტუმრები მოყავს ანუ ის თავისი დანაჩანგალი აქვს თუ ბაბუას დანაჩანგლიც არა თავისი რა თქმა უნდა ყოველს თავის დანაჩანგალი აქვს ზოგიერთი ადამიანი გარდაიცვალა კიდევაც ამ პერიოდში და ეს დანაჩანგალი წაიღეს და ასე შემდეგ ძალიან საინტერესო სიტუაციაში შევედი და კიდევ ერთხელ ვამბობ რომ ალბათ სხვა რესტორანი რო გამეხსნა მაშინ მის მერე ძალიან ბევრი სხვადასხვა რაღაცა გავხსენი მაგრამ ეს იქნებოდა ალბათ ჩემი სფეროსთვის და საინტერესო ის არის ჩემი ადგილი მომნახე ცხოვრებაში იმიტომ რომ მანამდე იმდენ სხვადასხვა სფეროში მაქვს ასე ვთქვათ ნამუშევარი სრულიად განსხვავებული სრულიად რადიკალურად განსხვავებული თურმე ყოფილი ჭამასმა თურმე ყოფილი ჩემი საქმე ხარ იქ რაც მოგწონს Steakhouse number 1-მა აუ მაგარი ისტორია გამახსენდა ახლა უცებ ჭამასმასთან დაკავშირებთ რო თუ გვაქვს რო გითხარით თქვენ იცით, მაგრამ ჩვენი მსმენელებსაც ვეტყვი, რომ როგორც სტუდენტი გერმანიაში ვიყავი წასული და ჩემს კეთებასთან დაკავშირებით. მე და ჩემი მეგობარი, რომელიც ერთად წავედით, იქ ერთად ცხოვრობდით, რაღაც ერთად მუშაობდით, მართლობების სწავლა და საჭმელს ყოველთვის გარეთ ჭამდით რა. იმიტომ რომ კეთება არც იმან და არც მე დიდად არც სურვილი ქონდა და არც შეგვეცდა. ერთი წლის შემდეგ ჩამოვიდა მესამე მეგობარი, ანუ მე და ლაშა და ჩამოვიდა პაატა მესამე მეგობარი და რა სჭამ თქვენ საცოდავებო რა დღეში ხართ, აქ ის გურმანი არის, ჭამასთან ერთად კეთებაც უყვარს და რა სჭამთ რა ხო უყურებთ ხო და ერთხელ გააკეთა რაღაც შეჭამადი ასე რომ ვთქვათ, და მოგვეწონა. მეორე კვირაში შაბათ კვირას ავართ და მოდი ხინკალი გავაკეთოთ. რა ხინკალი გავაკეთოთ? გერმანიაში რა ხინკალი უნდა გააკეთო რა, აზია რა. მეო კარგათო შევკმაზაო ხორცო რა იმ ლაშამ თქვა რომ მეო კარგათო მოვამზადებო სიმღერა კი შემიძლია ვარ არა მე ვთქვა მე არახს მოვიტან თქვა და დავჯექი და აი ხო იცი რომ მონატრებულზე გესი ამოვნება რა ხინკალი მაშინ თუნდაც სუდი ყოფილიყო მაგრამ მართლა კარგი გამოვიდა მეორე შაბათკვირას სამნი ხო ვიყავით წინა შაბათკვირას მეორე შაბათკვირას 6 გავხდით შერასიზამ ცოლს მოვზირავ, შერასიზამ შევკმაზავ, შერასიზამ თვითონ მე არახს დავამატებ. ლუდს თქვა და ესე გავფართოვდით 6 კარგად მოვილხინეთ, მაგრამ ერთი მცირედ ის იყო რომ დასწრება მათი სუფრასთან 100%-ით არ იყო, რო აკეთებდნენ, ხო, იქეთაკენ დადიოდნენ და ხანდაროში ხონდა ყოფილიყო. მესამე კვირას 12 გავხდით და მათი დასწრება უკვე ამ სუფრასთან 100% და შემცირდა 20%-ამდე და დაუძახდა დარტყდა და მეოთხე შაბათკვირა და 12 კაცი დაქეიფა რო არ ხინკლის სურვილი რო აღარ ვიღაცა რეკავს ჩემთან და რა შვებიო როგორ ახარო და უცხოელი და გამოდით ერთი ხინკალი ვჭამ გამოვარდ ისინი მეორე ახლა ხინკალი არ გამოვიდა და გაგრტა ამით შემოიფარგლა ჩემი სამზარეულოში რესტორატორის თვალით ყველაზე უცნაური კომბინაცია რაც გინახავს აი რაც შეგხვედრია ხო საინტერესო კითხვა არის თიკო როდესაც აი ამ სფეროში შევდიოდი ხო აი მაშინ ის კითხვა რა რასთან გადის და ასე ვთქვათ ბევრი დაკვირვებით შესწავლით გამოსილ ადამიანებთან ურთიერთობით ერთი თავარი მნიშვნელოვანი საკითხი ვისწავლე რომ ადამიანის ენას რაც მოწონს ის არის ერთმანეთთან შეხამებული ანუ ვიღაცას თუ პირობითად თევსთან ყველი მოსწონს ეს იმას არ ნიშნავს რომ არ შეიძლება ან თქვათ ხორცთან რაღაც ისეთი რომელიც ჩვენთვის წარმოუდგენელი იმიტომ რომ ჩვენს გემოებში ტრადიციულ გემოებში ცოტა ჩვენ ასე ვთქვათ განსხვავებული ხედვა გაქვს ქართული სამზარეულოდან გამომდინარე შეზღუდული გვაქვს და თითქმის აი სუფრის ბოლოს ყველაფერი ერთ გემოში რჩება და აი ეხლა წლები არის უკვე ცხარესთან ტკბილი მაგალითად მწარესთან ასევე ცხარე და ასე ნელა განთავისუფლდა ქართული სამზარეულო დოგმებისგან დიახ მაგრამ რასაც კითხვას swam ეხლა მაგალითად ყოფილა ვისკის არჩევანში რომ ვისკი მაგალითად დესერტთან ერთად მოუთხოვია თევზთან ერთად მოუთხოვია და ამ შემთხვევაში ამ ადამიანისთვის ჩემი აღქმით ეს არის ვისკი როგორც ალკოჰოლი
ანუ იქ არ არის ვისკის სიამოვნების განცდა, მაგრამ რადგანაც ვისკს სვამს და ჩვენთან გარკვეულწილად რაღაც ფუფუნების თემა არის და იცვლება თქვენით ეს ყველაფერი, ამ შემთხვევაში ეს ალკოჰოლი, მაგრამ ჩვენი მიზანი რა არის, როგორც რესტორატორების იქ მომსახურე პერსონალს, რომ ადამიანს ასწავლო არა ზევიდან ხედვით, რომ აი ეს შენ არასწორად აკეთებ თუ სწორად აკეთებ, არამედ მიიყვანო იქამდე, რომ სიამოვნება იმის იგრძნოს, რაც შესაძლებელი არის ვისკი, რა დამსახურებას ვისკის გააჩნია, რისთვის უნდა შეისვას და ეს არის პროფესიონალიზმი, თუ ამას ადამიანს ისე მიიყვან, რომ არ აგრძნობიო შენ რაღაცა თემა არის და რესტორანმა რა უნდა გააკეთოს აი იმისთვის, აი რესტორანმა რა უნდა გააკეთოს თქვა იმისთვის, რომ სწორედ შესთავაზოს მომხმარებას ვისკი. ვისკი ძალიან მნიშვნელოვანი თემას შეეხება ვისკსაც ვაუბრობთ და რა არის მნიშვნელოვანი, ხო? მენიუში ზოგადად ჩვენთან არის ხშირ შემთხვევაში შევხვდებით ცნობად ვისკებს. ანუ რადგან ცნობადია ვისკი, ის უნდა იყოს მენიუში. არჩევანი მაგალითად ეს ბლენდი არის, ეს არის სმოუკი, ეს არის თქვათ რბილი და ასე შემდეგ, ესე არ არის დალაგებული და ვფიქრობ, რომ ესე სწორი დალაგება მენიუში ვისკის იქნებოდა პირველი, რომ ადამიანმა აირჩიოს გემო, რა მოწონს და რა იყოს დიდი მენიუ. ხო, მენიუ უნდა იყოს ისეთი, რომ შენ ვისკის სახელებით კი არ აირჩიო, გემოებით აირჩიო. თქვათ რა მიმართულება მოგწონს ვისკის. ეს ერთი და მნიშვნელოვანი. მეორე არის აუცილებლად უმნიშვნელოვანესი არის, რომ ადამიანმა მომსახურე პერსონალი თვითონ ფლობდეს ინფორმაციას ვისკის შესახებ. მან ის კი არ უნდა გაყიდო, ბოთლი კი არ უნდა გაყიდოს, უნდა გაყიდოს გამოცდილება. რა გამოცდილება და რა მიმართულება აქვს ამ შემთხვევაში ვისკს, ხო? ჩვენ თუ შევადარებთ ღვინოსთან ღვინოში სომელიეებია. ნაწილობრივ ვისწავლეთ ეს ღვინოში, რომ მაგალითად მშრალი გნებავთ, ჯერ წითელი თუ თეთრი, შემდეგ მშრალი თუ ნახევრად ტკბილი, შემდეგ უკვე გადავდივართ უფრო ძირეულად თუ ჩადიხარ, შემდეგ უკვე ადგილმწარმოშობის ყურძენზე გადადიხარ და ასე აი ვისკსაც ზუსტად ეს მიმართულება, ხო? რა გნებავს მაგალითად სკოტჩი თუ ეს მაგალითად ამერიკული ირლანდიური ასე შემდეგ. აი ეს არის ცოდნის მომენტი, როდესაც კარგად იცის საქმე, მაშინ გიყვარს. თუ არ ფლობ ინფორმაციას, ხო? ამ შემთხვევაში ზედაპირულია, ხო? აი მაგალითისთვის სტუმარი რო შემოდის და უნდა რომ გაჩვენოს რომ მან ვისკი იცის და თუ შეთავაზებ თქვათ რაღაცას და ხო არის ახლა მაგალითად მე პირადად თქვენი გადამკიდე ძალიან შემიყვარდა ეს ტორფირებული ვისკი და ახლა ადამიანის რომელსაც ვისკი უბრალოდ ფუფუნება წარმოუდგენა და მხოლოდ და მაინტერესებდა ტრენდია უფრო ვისკი თუ მაგასაც უპასუხებ რა თქმა უნდა რო შეთავაზებ ტორფს არა გასული და დალევს ტორფს და არ უნდა შეიმჩნიოს რასაც შეიძლება სვამდეს და ვერც ამბობს ეს გაფუჭებული არის თუ ასეთი გემო უნდა გქონდეს აი ეს მომენტი არის რომ ეს სწორად აგრძნობიო ძალიან კარგია ხო ძალიან სასაცილო ხომ კარგია მაგრამ ტორფს ვაგი აქვს ან მოწონს ან არ მოწონს თუ მოეწონა მე ეს ტორფიანი ვისკის მაგრამ მე რასაგრძელებს შენ ხო ხვდები რომ ახლა ადამიანი იხდის პირობითად ვამბობ ციფს პირობითად ციფს ვამბობ რომ 70 ლარს იხდის 50 გრამ თქვათ ვისკში და იმის კითხვა გაფუჭა არა მოლოდინი გემოს მოლოდინი არ მაგრამ ტორფს ვამს და ფიქრობს ეს გაფუჭებული ვისკი სხვა ესეთი უნდა იყოს ტენია ხო ხوار ტენია გაფუჭებულის და ეს რო თქვას გოიმათ არ აღმოჩნდეს რომ რა ვისკი გაფუჭებული ვისკი როგორ უნდა იყოს ახლა ტორფის გემო ხო არის რაღაც განსაკუთრებული თემა. თქვენ როგორ ხედავთ ვისკის განვითარებას დღევანდელ ჰორეკა სექტორში? ხო, მე ვფიქრობ, რომ იდე ერთხელ თამდობლობით მინდა უბრალოდ გამოვხატო ეს და არა რაღაც თემაში რომ ვარ და ქვეყანაში სტეიქთან მიმართებაში რაღაც გავაკეთე, რატო გავაკეთე ეს ასე ვთქვათ წინა სიტყვა, რომ ყოველგვარი პირფერობის გარეშე მინდა ვთქვა, რომ თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ამ კულტურას ასე ვთქვათ საქართველოში აწესებენ და საქართველოში ამ კულტურის მესაჭეები ხართ. იმიტომ რომ დისტრიბუცია, რომელსაც შემოაქვს ცნობილი ვისკი პირობითად, რომელიც გახდა რაღაც მაკალანი პირობითად თუ არ შეიძლება რომ ვახსოვდეთ თუ შეიძლება. მაკალანი მაგალითად თუ ან ნებისმიერი სხვა რა აქვს მნიშვნელობა შემოვიდა და ეს ცნობადია და ცნობადობით იყიდება, როგორც მაგალითად 1000-ში ერთხელ, მაგრამ ჩემი მეუღლე სალომეც რო სვამს ვისკი მინდა და მაკალანი მინდა, იმიტომ რომ გაგონილი აქვს და გემართა ესეთ ვითარებას თქვენ კლავთ და გოიმობას პოპ და კულტურას ამკვიდრებთ რომ ვისკის გემოთი შეფასდეს და არა მისი ცნობადობით ვიღაცამ შეიძლება დახარჯა
რომელიმათღაცა წარმოებელმა ძალიან დიდი თანხა რეკლამაში, ვისკიც კარგი გააკეთა, მაგრამ ის იმდენი არღის, რამდენადაც ყიდის, მაგრამ იმდენი აქვს ჩადებული რეკლამაში, რომ ეს ასე ხო, რა თქმა უნდა, კარგი ვისკიცაა და ცნობილიც არის. და ეს ტრენდულობა და კულტურა არის მნიშვნელოვანი, რომ ამ კულტურის ნაწილი რომ გახდეს, რომ რას სვამ რითი ღებულობს სიამოვნებას, ხო? იმიტომ რომ მხოლოდ და მხოლოდ ცნობადობით თუ მიირთმევ და აღიარებ, რომ ეს კარგი არის, იმიტომ რომ ცნობადი არის და სხვანაირად არ ჩაგითვალოს ვიმ და სიამოვნებას არ განიჭებს, იმიტომ რომ მე რო დავიწყე, მაგალითად მახსოვს ეს ჩემი იგივე დამოკიდებულობა ის რომ დავიწყე გარკვეულწილად რაღაც ვისკის მირთმევა, ამ დროს ტორფი რო გავსინჯი, უიმედე ეს რა არის თქო და მე მეორჯერ გავსი უკვე კარგი ტორფიანი, ეს რატო თქვი რა არის თქო და დღეს ახლა მაგალითად არჩევანს თუ გავაკეთებ, თუ ტორფით არ არის ვისკის მირთმევა. კი, ჩემთვის უკვე ტორფის გარეშე ვისკი. მე როგორ ფიქრობთ, შოთა, ფესტივალები რამდენად მოქმედებს ადამიანების, აი ესე ვთქვათ, მომხმარებლის განათლებაზე? ფიქრობ, რომ ეს არის აუცილებელი. ეს არის კულტურის ერთ-ერთი ნაწილი, იმიტომ რომ ადამიანი, როდესაც ხშირ შემთხვევაში რაღაცაში ფულს იხდის და პირობითად მიდის ფესტივალზე და ფულს იხდის, რომ იქ მოხვდეს უბრალოდ. შემდეგ სინჯავს და ამაშიც ფულს იხდის, ხო? ეს არის ის პროცესი, როდესაც ინტერესი რაღაცა იღვიძებს. ხო, შეიძლება რაღაც ტელევიზიით ნახო, შეიძლება რაღაც YouTube-ში ნახო, ვიღაცის შეფასებები ნახო, მაგრამ როდესაც თვითონ სინჯავს და თვითონ ღებულობს და აი ეს გადადგმული ნაბიჯები არ მხოლოდ მაღაზია, რომ ჩვენთან როგორ არის ვისკის თემა ახლა, ხო? ვისკი არის კარგი სასაჩუქრე თემა. თუ მიდიხარ სადღაც დაბადების დღეზე მამაკაცის, მარტივი არის შედიხარ სადღაც მაღაზიაში, ვისკი ყიდულობ და ღირებულების მიხედვით შენთან არა ჯერ შენაფასებ შენთვის ის პიროვნება რამდენად ღირებული არის მე რეპასდება რომ რას მირჩევთ კარგს გამყიდველს ეუნები და ეს კარგი ვისკი არის რა ღირს ასილ არის არა უფრო ძვირიან თუ შეიძლება და ასე გადადიხარ ხო და აი ცოდნის მე უკვე როდესაც ეს კულტურაში შემოგაქვთ თქვენი დამსახურება ნამდვილად ამაზე კიდე ერთხელ არაფიფერობით როდესაც უკვე შემოდიხარ შენ ამ შემთხვევაში შენ გინდა რომ რასაც ქსიამოვნებს ის გაუზიარო აი ეს არის უკვე კულტურა რომ შენ რო ქსიამოვნებს რაღაც X ვისკი და გინდა რომ ადამიანს ასიამოვნო და ის შენ რაც მოგწონს იმას ყიდულობ და ჩუქრ როგორც წესი თავიდან არომატით იხსნება მერია ჩანაფიქრი ცდა შეგრძნება თავის შემზადება და აღნიშნა როგორც წესია ევან უილიამსი ბურბონი როგორც წესია ჩვენ გვაქვს ესეთი ბლიც კითხვები ჩვენ სტუმრებს უსმენთ ხოლმე და დავიწყოთ იგენაც სადوار კი ბატონო ქართული თუ საერთაშორისო სამზარეულო? საერთაშორისო. მენიუ მოკლე თუ დიდი? მოკლე. შეფი არტისტია თუ მენეჯერი? ორივე. იდეალური სერვისი. უხილავი თუ მეგობრული? უხილავი, მეგობრული, ორივე სერვისი არის საერთოდ ამას ერთ სახეს ვერ დაარქმევ, ეს არის შემოქმედება. ჩემს თანამშრომლებს მიმტანებს ვეუბნები თქვენ ხართ შემოქმედები, მსახიობები და არა მიმტანები. თავის ეს თქვენ არ უნდა დაარქვით, იმიტომ რომ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ეს სერვისი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფორმა ურთიერთობის, სადაც ადამიანი იმდენად გენდობა, აი ხო ყოფილხართ რომ რას მირჩევთ, აი ამ კითხვას რომ დასვამ, რას მირჩევ, რამხელა ნდობას გამოვხატა უკვე ადამიანს მართა სერვისი ამ შემთხვევაში არის უმნიშვნელოვანესი და სერვისი უკან გადადის და იმ პიროვნებამ უნდა ურჩიოს. ხო. ყველაზე რთული სტუმარი. რთული სტუმარი, ჩემთვის რთული სტუმარი არ არსებობს, იმიტომ რომ იცით რა არის ნებისმიერი ადამიანი, რომელიც რესტორანში შემოდის, მას უნდა რომ ის იყოს მნიშვნელოვანი სტუმარი. და შენ ეს უნდა აგრძნობი, რომ შენთვის ეს ადამიანი მნიშვნელოვანია და უკვე ის ადამიანი რთული აღარ ხდება. შენ თუ რთულად დახვდები ამ შემთხვევაში ყველა სტუმარი რთულდება. და როდესაც ამას ყველაფერს ამარტივებ ურთიერთობით, ამ შემთხვევაში აღარ არის სტუმარი რთული. შეიძლება ვიღაცამ აღიქვას, რომ მე რატო ვამბობ, ამას როგორ ვაფასებ გულახდილად. ის რაც დღეს ჩემს
რესტორანში არის კარგი, აი ზუსტად ეგრეთ წოდებული რთულის სტუმრის დამსახურება და იმისი მოთხოვნები იქნა გათვალისწინებული, რომ რაღაცას მიაღწიო. ყველაზე უცნაური შეკვეთა რაც გაგიგიათ. ყველაზე უცნაური შეკვეთა იყო ესეთი, რომ ჩემთან სტეიქ-ჰაუსში, ჩემთვის იყო ეს სტეიქ-ჰაუსში, სადაც არის ასე ვთქვათ, სტეიკი, ხორცი და მხოლოდ ხორცი. ამერიკაში ვიყავ ერთ-ერთ რესტორანში, real people eat meat, ესე ეწერა, ნამდვილი ადამიანები ხორცს მიირთმევენ, სულ ეს ამაკ თავში და შემოსულა მაგალითად სტუმარი დამჯდარა და ვეგეტარიანული რა გაქვთო? ეს უკითხავთ და ასე ვთქვათ, უცნაური არის სტეიქი. და ხო არის შემწვარი ბოსტნეული გრილზე. მაგრამ არა, ამის გულისთვის სტეიქ-ჰაუსში არ უნდა შემოგვიდე, თორე როგორ არა გვაქვს ხო. და ყველაზე მაგარი იყო, როდესაც აი კარგად ჭამა სტეიკი, შვილები ყავდა მოყვანილი ერთ-ერთ დიპლომატიურ წარმომადგენლობას და მოითხოვა გინდა თუ არა ხინკალი მომინდაო. ხო და სტეიქ-ჰაუსში ხართ, ხო? ჩემთვის არა არის ყველაზე უკანასკნელი სიტყვა. და იქნება დამილეკეს და მითხრეს რომ ეს ითხოვს ხინკალს და რა მოუხსანეთ რა პრობლემაა ხინკლის მოტანა ჩაულებრად დაადევთ ის ფასი რაც ყველაფერი დაჯდება და ასე შემდეგ ასე ასიამოვნეთ ისიამოვნო იმ ადამიანმა რატო არ შეიძლება წელიწადში ერთხელ მაგალითად თუნდაც ასეთი არადმე სიამაყით იტყო და სტეიქ-ჰაუს ნომერში არ ხინკალს აკეთებენ მე მაგ მარტო ნაჭამიო ღვინო თუ ვისკი რესტორანში ორივე აუცილებელი, მაგრამ დღეს უკვე ჩემთვის ვისკი. აჰა, ძალიან კარგი. ესე იგი, დესერტი აუცილებელია თუ ზედმეტია? ზედმეტი არასდროს არაფერი არ არის და არც აუცილებელი არის არასდროს არაფერი. ამიტომაც მხოლოდ სურვილი. მუსიკა ჩუმი თუ ცოცხალი? ეს არ არის დოგმა, ან ასე იყოს, ან ესე იყოს. ჩვენ უბრალოდ ერთი მნიშვნელოვანი ბლიცი კითხვა არის, მაგრამ ცოტა საბას ჩვენ გვაქვს ასეთი რესტორნის დანიშნულება ჩვენთან არის ისიამოვნო იქ წყნარად დაჯდე თან მერე ხმამაღალ მუსიკასაც მოუწევ იცეკვო დაათვრე და ეს ყველაფერი არის გაერთიანებული ის რაც ამ დიდ სფეროში გადანაწილებული არის ჩვენთან ეს ყველაფერი ერთად გაერთიანებულია და ამას თუ გავაერთიანებთ სუმიც უნდა იყოს ხმაურენც უნდა იყოს მაგრამ იმის და მიხედით შენ რა გინდა ზუსტად ამ მიმართულებაც უნდა შეხვიდე ასე ვთქვათ დაწესებულებას რისთვის ხარ შესული და სად სადღეგრძელო კი თუ არა სადღეგრძელო არის ასე ვთქვათ ალამაზებს სიტუაციას ესეც შენი ხანდახან არის მომენტი როდესაც გინდა რაღაცა გულით რო თქვა ჩვენთვის ქართველებისთვის სადღეგრძელო არის ლოცვა და თუ გინდა რომ რაღაც დალოცო რატომაც არა და თუ არ გინდა რომ დალოცო შეგიძლია რომ ისე იჯდე და ისე ამოვნო ვისკი მეგობრებთან ერთად თუ მარტო? ორივე ყლამასი და კარგია. ძვირი ნიშნავს კარგია? არასდროს. ერთი სიტყვით ვისკი. ერთი სიტყვით ვისკი. ვისკი. კიდევ ერთი ჭიქა თუ შერდებით? ეს რო დაგესვეს კითხო 20 წლის წინ და სად უნდა გაჩერდე, მაგრამ დღეს იმ ვითარებაში, თქვათ იმ ასაკში რაც ხარ, მეტი სიამოვნებაა საჭირო იმისგან, რასაც ღებულობ, ვიდრე მეორე დღეს რო თქვა, რომ აუ გუში რა ვქენი, ხო დავიმხე თავზე ყველაფერი. ეს დრო გასული არის და ის ყველა წვეთი, ყველა დღეს რომ მას ვისკის რო სვამდა, თქვათ ერთ წვეთ წყლის ჩარევას რო აკეთებდა, ამითი რაღაცას აფართებ, ეს ამ გემოს რო გინდა რომ დავუმუღამ, ალბათ ეს კარგი პერიოდში ხარ და სიამოვნების მიღების რაღაც სხვა ეტაპი არის და ალბათ იქ უნდა გაჩერდეს, სადაც სიამოვნება ჩერდება და მის მერე უკვე უნიშნელო არის რას დალევ. ძალიან კარგი. სიგარა ვისკთან თუ ვისკის გარეშე? მე ვარ ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში არასდროს სიგარეტი არ მომიწევია, არ გამისინჯავს. არა მარტო ეს არის თემა, არამედ ჩემს სამეგობროში, სანაცნობოში არსად სიგარეტს არ ვაწევებდი, ვიყავი ძალიან მკაცრი იმასთან, რომ სახლში მანქანაში დაწესებული ასე ვიდმე სიგარეტი არ უნდა მოეწია და ყოველთვის რაღაც ასეთი ვქონდა, რა იყო მომაწები ასე შემდეგ და აღმოჩნდი 4 წლის წინ კუბაზე, სადაც დავიწყე სიგარეტს მოწევა. და ჩემთვის ახლა წარმოუდგენელი არის დღეს ეს შესაბამისობა ვისკი სიგარეტის გარშე, სიგარო ვისკის გარშე. დიდ სიამოვნებას განიჭებს და ხო, ეს სამოგზაუროთა ვარ სადღაც და
ასე ვთქვათ, იახტით მოგზაურობდით კუნძულებზე და ერთ-ერთ კუნძულზე გაჩერებული ვართ, იახტა გაჩერებული და რესტორანში შევედით და ჩემი მეგობარი წინააღმდეგი ამ მოწევის საერთოდ წინ სიგარეტს რატო ეწევიო შოთიკო რა ესე მithkhar შეგეძლო რამდენი ხალხია და მარიაჟობთ ხო მიყურებს უყოლა სიგარეტს რო ეწევით შემდეგ ვრუნდებოდით იახტაზე ტყე უნდა გვაგულა და გადაგდი ახლა აქ მაგიდან აღარ მიყურე კარგი. საინტერესო. ვისკი პლუს სიგარა? პლუს არა, ერთი ტოლია. ძალიან კარგი. ჩვენ გვაქვს ერთი ესეთი შეკითხვა, კარგი იქნებოდა თუ ეს უკვე ბლიც კითხვა არ არის და შეგვიძლია ვისაუბროთ. ხო. კარგი იქნებოდა თუ ჩვენი ქვეყანა საქართველო, ხო? ასე ვთქვათ, გასტრო ქვეყანა არის ძალიან დიდი კულტურის, ძალიან დიდი ტრადიციების, ჩემს სფეროს გულისხმობ ამ შემთხვევაში, მაგრამ რა თქმა უნდა, სხვა მიმართულებითაც და ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ საზოგადოებას ჰქონდა იმდენი შესაძლებლობა, რომ გადასულიყო ყველა პროდუქტის, ასე ვთქვათ, სწორ შეხედულებას, სწორ სწავლას, იმიტომ რომ ამის საშუალებას არა მარტო გემოვნება იძლევა, ამიტომ საშუალებაც უნდა გქონდეს ადამიანს, რომ ხორცი რო შეაფასოს, მას უნდა გქონდეს საშუალება შეიძინოს ეს ხორცი, დააგემოვნოს. არჩევანი გააკეთოს და ყველი რომელიც მაგალითად ჩვენს ქვეყანაში არის ასევე შეიძლება ითქვას, რომ რა იმდენი დასახელება ყველი გვაქვს წარმოუდგენელი არის მისი შესაძლებლობაც უნდა გქონდეს, რომ დააგემოვნოს და ისწავლოს. ღვინო, რომელიც ჩვენ ვაკეთებთ ღვინოს, მაგრამ სამწუხაროდ ცოდნა არ არის დიდი. ხო, ზოგი აკეთებს, ზოგი აყენებს. ამასაც სჭირდება ცოდნა და ამ ცოდნასაც საშუალება სჭირდება და ასევე ვისკიც, რომელიც ასე ვთქვათ, დღეს ტრენდიდან კულტურაზე გადადის, ამასაც ცოდნა სჭირდება, მაგრამ ცოდნა თეორია ეს რაც ჩამოვაყალიბე, ამას მარტო თეორია ვერ უშველის, ამას პრაქტიკა უნდა და მე ვისურვებდი, რომ ჩვენი საზოგადოება შექმნილიყოს, რაც შეგვიძლია ჩვენ რასაც ვქმნით, ეს დიდი დოზით ასევე ცოდნის დონეზე ვქონდეს და არა მხოლოდ ზედაპირულად. ძალიან კარგი. ჩვენი დღევანდელი ბრენდკასტის სპონსორი არის Heaven Hill Distillery თავის პროდუქტებით Evan Williams-ით და Elijah Craig-ით. ნამდვილი ამერიკული ბურბონი საქართველოში. ეს პოსტით მომივა თუ როგორც ისურვებთ. რამდენად მოგწონთ თქვენ ბურბონი? იცი რა, ეხლა მე ვარ, ასე ვთქვათ, ორ ადამიანს აკიდებული თიკოს და ვალერთან, რაც მათ მოწონდი, ისე მივსდევარ და შოტლანდიური ვისკი ამ შემთხვევაში პირველ ადგილზე არის და შემდეგ დანარჩენი გემოვნების მომენტი, ხო, ცოტა გამირთულა, როგორც ეხლა ახლახან თქვენ დამსახურებით ავსტრიაში, როდესაც ვიყავით, ხო? იქ ისეთი ვისკი დავიწყე ვისკის ფესტივალზე გრაცში. პირველი, როდესაც დავიწყე მაღალი ხარის, უქვევით ვეღარ ჩამოდიხარ. ეს უფრო საინტერესო. ხო, ეს ასე ვალერ მეუბნება, რომ აქედან დაიწყეთ ნელ-ნელა მოუმატე ხარისხი და შესაბამისად ამას ბურბონს აქვს თავისი დრო, ხო, და ადგილი, ხო, მაქამდე ჯერ ვერ მივედი, რომ ბურბონით დავტკბე, ჯერ შოტლანდიაში ვარ. რამე განსაკუთრებული ვისკი ხომ არ გაქვთ, რომ რაც ამ ბოლო დროს დააგემოვნა და მოგეწონა. ვისკების არჩევანი იმდენად დიდი არის და ჩვენ Redison Red-ში იცით, რომ გვაქვს ვისკის კლუბი დისტილერიასთან ერთად, გიორგისთან და მის მეგობრებთან ერთად და იქ ისეთი ვისკები მოაქვთ ყოველი მესამე პარასკევს. დეგუსტაციებს რომ არ თხოვნა მაგას. სიგნატორის კლუბი, აი საოცრებებს ვინჯავ და რაღაცა საოცრებები არ, მაგრამ ეხლა რომელიც გავშ არტბერგის პერპენტუმი არ ვიცი, შოქში ვიყავი, უბრალოდ ესეთი გემოები და ესეთი ძველი რელიზია, მაგრამ მრავალფეროვნება ვისკში როგორ შეიძლება რომ აი ეს ყველაფერი ერთად სხვათა შორის აი გასტრონომიას თუ შევადარებთ საოცრება არის ტაილანდური სამზარეულო, იმიტომ რომ ერთ ლუკმაში შეიძლება იმდენი გემოები ნახო, ცხარე, მწარე, რბილი თუ ასე შემდეგ, ტკბილი და ასე შემდეგ, აი ერთ ლუკმაში და აი ამ ვისკშიდაც ესეთი რაღაცა გამახსენდა, რომ ამდენი გემოები და ამდენი სხვადასხვა რაღაცები ამოდიოდა, რომ ძალიან მოვიხიბლე, მაგრამ ასევე მაკალანი გავსინჯეთ იქ რაღაც
18 წლიანი რომელიღაც მიმართულება იყო, ესეც იშვიათი იყო, ესეც არ მომწერ, მაგრამ პემპენტუმმა ასე ვთქვათ, ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. რა როლი აქვს ასმას განსაკუთრებულად ვისკის აი რესტორანთან მიმართებაში, თვითონ მოხმარებელთან მიმართებაში? ხო, ჩვენ რაც ესაც ვისაუბრეთ, მთავარი ალბათ ჩემი მესიჯი ის არის, რომ გარკვეულწილად უნდა მოხდეს გაცნობა იმ პროდუქტის, რომელიც ქვეყანაში არის და ცოდნა უნდა არსებობდეს ცოდნა და როგორც ვისაუბრე, მაგრამ მინდა რომ ეს თემა განვარცხო ჩვენი მსმენელისთვის, რომ წლებია უკვე 3 წელიწადი არის, როგორც მე ვიცი, მაისის თვეში თქვენ ატარებთ საოცარ ფესტივალს, საოცარს იმიტომ რომ იქ სადაც 16-17 მეოთხე ფესტივალი იქნება. ხო, იქ სადაც მე ნამყოფი ვარ, ეს არ არის მრავალფრიცხოვანი ვისკის ფესტივალები, მაგრამ სადაც მე ნამყოფი ვარ, სრულიად სხვა ჩემ და სასიამოვნო და გასაოცრად არის სულ სხვა რანგი, სულ სხვა დონე, რასაც თქვენ ატარებთ და მინდა რომ კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ, რომ იცით რა ეს არსებულ ვითარებაში ამდენი სტუმარი, უცხოელი, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის და სხვადასხვა წარმოების ვისკის გაცნობის შესაძლებლობას აძლევს ჩვენ საზოგადოებას. ჩვენი საზოგადოება მიჩვეული არის ყველის ფესტივალს, ღვინის ფესტივალს, მაგრამ ვისკის ფესტივალი როგორც ესეთი, ხო, ეს არის დაინტერესების თემა და მე როდესაც აი იმ სიგნატურის კლუბშიც თქვენთან ერთად ადამიანებს ვეცნობი რა დონეზე იცნობენ ვისკს და როგორი დამოკიდებულება აქვს და რა ცოდნა აქვს, ხო, ჩემთვის არის ძალიან სასიხარულო და ეს აი მარტივად რო თქვა, ხო, ის რაც 2 წლის წინ ჩემთვის ცნობილი იყოს და ჩემი საახლობლოსთვის და დღეს ის ცოდნა სრულიად განსხვავებული, ეს არის ნამდვილად თქვენი დამსახურება და მზარდია. რა თქმა უნდა მზარდია, იმიტომ რომ ეს ამ ნაბიჯის გადადგმა ხო არ არის მარტივი, რომ ფესტივალი გავაკეთო, რაღაც დავდგა ბოთლები. ეს ხო ესე არ არის და ყველას ვეპატიჟები 17 და 18 მაისს, 16 და 17 მაისს ყველას ვეპატიჟები ფესტივალზე, ვისკის ფესტივალზე, რომელიც არის ნამდვილად გამორჩეული ფესტივალი, იმიტომ კი არა, რომ თქვათ ვისკია მხოლოდ. იქ არის მთელი ეს ხასიათი და ქიმია, რაც უნდა ახლდეს ასეთ არის და რაც გვექნება მასტერკლასები იქნება. ეხლა სავარაუდოდ 12-14 მასტერკლასი იქნება 2 დღის განმავლობაში. ჩამოვლენ უცხოეთიდან ბრენდ ამბასადორები, ჩაატარებენ სპეციალურად ეს ცალკე იქნება საკონფერენციო სივრცეებში და საქართველოში ამ მასშტაბით დავსპოილერებ, ასე რომ წარმატებები ჩვენ და ვისკი როგორც ესეთი რომელიც ჩემთვის ძალიან ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი სასმელი გახდა სიამოვნების კუთხით და არა თრობის კუთხით, ვფიქრობ რომ ის ცოდნა რა ცოდნაც აუცილებელი ვისკისთვის საზოგადოების დიდი ნაწილისთვის საინტერესო იქნება. ძალიან კარგი. ჩვენი ბლენდკასტის სტუმარი იყო შოთა ბურჯანაძე, რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი. მადლობა შოთა სტუმრობისთვის, დაგემშვიდობებით. მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა ვინც გვისმინა, გააზიარეთ ეს ეპიზოდი, მოიწონეთ ჩვენი არხი და გაუზიარეთ ყველას, ვისთან ერთადაც ერთი დრამის მირთმევა გიხარიათ. 2 or 3 microphones, the sound does not fade. Our